Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგრძელებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვას და დღეს მინდა გესაუბროთ ესეთ თორის საკვირაო თავზე, რომელიც უკვე შემოვიდა შაბათს, რომელსაც ქვია ნასო. ნასო ეს არის ებრაული სიტყვა და ნიშნავს დააღწერე, აღრიცხე უпростоრად. უпростоრად აღრიცხი არის. გერშომის ძეები, რომელიც კარავში იყვნენ ლევიტელთა ტომიდან, მათი რიცხვი აღრიცხეო ესეა. ეს თორის საკვირაო თავი მოიცავს ტრადიციული თორის საკვირაო თავის ბიბლიის თავები, რო ვთქვათ, ეს არის რიცხვთა წიგნის მეოთხე თავიდან იწყება და თავდება მეშვიდე თავში. ძალიან საინტერესო თავია ეს შემოკარგებო და აქ არის ერთ-ერთი კიდევ ცენტრალური ადგილი, რომელიც არის ამ თავში, ეს არის აარონის კუთხეო, ბირკათ ჰაკოჰანიმ, ასე ქვია მას ებრაულად და დღეს ამ ლოცვაზე ვისაუბრებთ ჩვენ, რატო წარმოთქვამდნენ ამას. მაგრამ სანამ ჩვენ უშუალოდ ამ ლოცვას განხილვას დავიწყებთ, მინდა ჩემ გამომწერებო გთხოვთ, მოიწონოთ ჩვენი არხი, გააზიაროთ, დააკომენტაროთ და ვისაც ფინანსურად გვერდში დგომა გინდათ, ჩვენ ყველა ვიდეოს ქვემოთ გვაქვს საბანკო რეკვიზიტები, სადაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი ნებაყოფლობითი თანხა გადმორიცხოთ. თქვენი ფინანსური დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ერთგვარი წახალისება იმისა, რომ ჩვენ უფრო საინტერესო თემები და უფრო ხარისხიანად მოგაწოდოთ ეს ინფორმაციები, რომელსაც ჩვენ ვფლობთ და მე მგონი თქვენს ინტერესებშია, რომ რაც უფრო ხარისხიანი და კარგი იქნება თქვენც მიიღოთ ეს ინფორმაცია და ამიტომ ყველას მადლობას გიხდით, ვინც ჩვენ ფინანსურად გვიდგახართ გვერდში და ვინც ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, მოგიწოდებთ აკეთოთ სიკეთე. მეც არაფერს არ გეტყვით. ეს შეწირილობა პირველ რიგში გჭირდება თქვენ და მეორე რიგში ჩვენც გჭირდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს არის სტიმული, რომ ჩვენ ვხვდებით, რომ თქვენ ეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მოგწონთ და გავაგრძელოთ ამის გაკეთება. მაშასე მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს თორის საკვირაო თავის განხილვას, რომელსაც ქვია ნასო და გითხარით ნასო ნიშნავს აღრიცხვას, რომელიც ეხებოდა გერშონის სახლეულობას, რომ ის უნდა აღეხწერა მოსეს და აჰარონს. ისინი მუშაობდნენ კარავში, კარავის აკეცვა, გადატანა, ეს ეხებოდათ მათ ყველაფერს და ძალიან მნიშვნელოვანი თავი, ამ თავში არის მოქცეული როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი თუ ეჭვიანობს თავის ცოლზე. ასევე ეს არის ბირკათ ჰაკოჰანიმ, ცენტრალური ადგილი უჭირავს ამას აარონის კურთხევასაც ქვია. ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ დღეს და აარონის კურთხევა არის დაწერილი რიცხვთა მე-6 თავის 23-25-26 მუხლები. ეს არის ესეთი ძალიან ცნობილი ლოცვა ეზოს. ლევიტელთა ლოცვა ქვია მას. მღვდელმთავრის დალოცვას უძახიან ამას. ერთი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია და უთხრა აარონს და მის ძეებს, ასე დალოცე ისრაელის ძენი და უთხარი, უფალმა გაკურთხოს და დაგიცვას. უფალმა მოგანათოს თავისი სახის შუქი და შეგიწყალოს, უფალმა მოგხედოს თავისი სახი და მშვიდობა მოგცეს. ეს ლოცვა არის ძალიან საინტერესო და ეხლა ჩვენ განვიხილავთ ამ ლოცვას დეტალურად, რატო ეს ლოცვა მნიშვნელოვანი. შემოკარგებო, რომ ჩვენ ვიცოდეთ და უთხარი აარონს და მის ძეებს, ასე დალოცეთ ისრაელის ძენი და უთხარი მათ, უფალმა გაკურთხოს და დაგიცვას. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა აქ, შემოკარგებო, რას ნიშნავს უფალმა გაკურთხოს და დაგიცვას. მოდი განვმარტოთ, ჩვენ ძალიან ბევრ ლოცვას, რომელსაც ბიბლიაში ვკითხულობთ, შეიძლება ტექსტობრივად ვიცოდეთ ტექსტის ზეპირად, მაგრამ მის არს არ უკვირდებით. არსი არის ამაში. უყურეთ რა კარგი სიტყვები წერია. გაკურთხოს ივრითულად ევერეხა, ასეა. ანუ მოდის სიტყვა ბრახა, კურთხევა მოდის ბრახა.
ეს ძალიან საინტერესო სიტყვაა, ჩემო და პირველ რიგში მისი მნიშვნელობა ნიშნავს მუხმოდრეკილი იყავი ღმერთის წინაშე. ანუ ღმერთის კურთხევა, როდესაც შენ მის მუხმოდრეკილი ხარ მის წინაშე, ანუ თავდაბალი ხარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია ჩვენთვის რომ ვიცოდეთ. ღმერთის კურთხევა იწყება ჩვენი თავდაბლობიდან. მეორე კურთხევა რა შედის? რა თქმა უნდა შედის მატერიალური მხარე. ეს ნიშნავს რომ შენ არ იქნები მშიერი, არ იქნები ღატაკი, არამედ დროზე გექნება ყველაფერი. რასაც იტყვიან, ის რაც შენ გჭირდება. ეს იქნება ჯანმრთელობა, ეს იქნება სახლი, წასასმელი, კარიერა, რასაც ჩვენ უძახით წარმატებას. წარმატებული ვიქნებით ჩვენ საქმეში თუ პირველი იწყება უფლის წინაშე თავდაბალი ვარ. თავდაბლობა ეს გასაღებია. ამიტომ იწყება სიტყვები ევერეხა ადონაი ვერიშმალეხა. ეს ივრითულად. უფალმა გაკურთხოს და დაგიცვას. სიტყვა დაცვა. რისგან გვიცავს უფალი? რაბი სონჩინო ესეთ ძალიან საოცარ განმარტებას გვაძლევს სიტყვა დაცვასთან. დაცვა ეს მარტო არ იგულისხმება ფიზიკური დაცვა, რომ ჩვენ დაცული ვართ ავადმყოფობისაგან, ან მტრებისაგან, ან ვიღაც არაკეთილ მოსწონებისაგან, არამედ აქ უნდა გავიგოთ პირველ რიგში სულიერი დაცვა. სულიერი დაცვაში კი იგულისხმება ის, რომ უფალი მოგცემს იმას, რისი მოვლა შენ შეგიძლია. დააკვირდით. ეს არის ლოცვა, რომ ფაქტიურად შენ ეუბნები ადამიანს, როცა ლოცვა უსო მოგცეს უფალმა ღმერთმა, რისი ატანაც შეგიძლია, რისი გაკონტროლება შეგიძლია და რისი აშენება შეგიძლია. ხოლო ზედმეტი პოტინები, ზედმეტი სურვილები გავნებს და გაზიანებს და აი ამისგან გიცავს უფალი შენი ღმერთი. ამას მოძ რაბი სონჩინო ძალიან ძლიერი რაბინი იყო. სხვადასხვა თანამედროვე რაბინია, თანამედროვეების რაბინია, ეს არ არის ძველი კომენტატორი. მაგრამ ეს მისი აზრი იზიარებს ბევრი რაბინი და ამიტომაც მეც ძალიან მომეწონა ეს განმარტება. დაცვა ეს არის ის, რასაც ღმერთი გაძლევს, ის რაც შენ გჭირდება, იმას, რასაც შენ მოვლი და რისი მოფრთხილება შენ შეგიძლია. ის რაც შენ არ შეგიძლია და რაც შენ გავნებს, ეს არის ზედმეტი სურვილი, ეს არის ზედმეტი ამბიციები, ეს არის ზედმეტი სიამაყეები. ეს ყველაფერი გავნებს შენ და ამისგან გიცავს უფალი შენი ღმერთი. ძალიან საინტერესო განმარტებაა. შემდეგ მოდის სიტყვა უფალმა მოგანათოს თავისი სახის შუქი და შეგიწყალებს. ვეხუნეხა, შეგიწყალება არის ვეხუნეხა. ძალიან საინტერესო სიტყვა ვეხუნეხა. ზმნა. მოდის ზმნა ხენ. ხენ არის მადლი. შეწყალება აქ არასწორი თარგმანია სამწუხაროდ. აქ ბუკვალურად იგულისხმება ზმნა მადლი. მადლი ეს ნიშნავს, რას ნიშნავს უფლის მადლი. თქვენ იცით რომ ხენ ივრითული სიტყვაა და ნიშნავს მოწონებას, მიმზიდველობას, მოსაწონს. როდესაც შენ უფლის მიმართ ხარ თავდაბალი, ის გაძლევს კურთხევას. ამ კურთხევას შენ უფრთხილდები, ზედმეტობას არ აიჩენ არაფერში, ანუ არ ხარ შენ ხარბი, არ ხარ შენ შურიანი, არამედ თავდაბალი ხარ და ყველაფერს მადლიერებით ღებულობ უფლისაგან, შენ ხარ უფლისათვის მოსაწონე, ვეხუნეხა. აქ უბრალოდ თქვენ სიტყვა წყალობა არ იმასქნათ, რა ქვია. შეგაცნოთ, რომ წყალობა შეწყალება ევრითად არის რახემ. ვეხუნეხა ცოტა სხვა. ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფლისათვის მოსაწონი ვარ და ჩვენი უფლისათვის მოწონება პირდაპირ პროპორციული არის ადამიანების მიმართ მოწონებაზე. ანუ ჩვენს გარშემო ადამიანებთან მიმართებაში ჩვენც მოსაწონი ვართ, მისაღები ვართ, ყოველთვის გვიძახიან,
ყოველთვის ჩვენ შევას ითვალისწინებენ, გვეკითხებიან, იმიტომ რომ ისინი ხედავენ ჩვენთან ღმერთის შეხინას, ანუ ღმერთის თანდასწრებას და ეს არის ის, რაც მათ იზიდავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე, ჩემო კარგებო, რომ თქვენ გესმოდეთ ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ეს ყველაფერი. აი აქედან იწყება ეს კურთხევა. კურთხევა, ბერახა, ივერეხა, დამდაბლობა. მოაქვს შენი მატერიალური და სულიერი კურთხევები, კეთილდღეობა. კეთილდღეობაში იგულისხმება და დაცვაში იგულისხმება ის, რომ ღმერთი შენ ზედმეტს არ გაძლევს იმას, რაც შენ გაგაფუჭებს. აი მაგათად ბავშვი, ჩვენ ვიცით, რომ ბევრი შოკოლადი ავნებს. ბევრი ტკბილი ადამიანისათვის სასარგებლო არაა და ორგანიზმი ვერ იტანს. აი ესა ზუსტად ეს მომენტია, რომ ჩვენს გვიცოდეთ. ღმერთმა იცის ვის რა დროს როგორ მიცეს. ესა გასაოცარი რამე. და შემდეგ მოდის ეს ლოცვა. უფალმა მოგხედოს თავისი სახით და შვიდობა მოგცეს. თავისი სახე მოგხედოს, სიტყვა მოგხედოს. ძალიან საინტერესო სიტყვა სახე მოგხედოს. ეს არის ეს სიტყვები, რომელიც მოსეს ღმერთმა უთხრა უდაბნოში, როდესაც სინაის მთაზე იყო მოსე ასული ღმერთთან, როდესაც ღმერთი ეუბნებოდა მაჩვენე შენი მოწონება, რომ შენ ჩვენთან ხარ ღმერთო, ჩვენს გვერდით ხარო, ღმერთი ეუბნება ესეთ რამეს. ჩემს სახეს მოვაბრუნებ და მოგცემ მშვიდობას. რას ნიშნავს სახის მოbrunება? და რატოა ეს სახის მოbrunება და მშვიდობა? მე არ ვიცი თქვენ წაიგითხეთ თუ არა ჩემი სტატია პენუელზე, სადაც იქ უფლის სახის ანგელოზი, რომელიც პროტოტიპია იესო ქრისტესი ძველ აღთქმაში, ფაქტიურად ამას ამბობს. ჭეშმარიტი მშვიდობა არის იესო ქრისტეში, მაშიახში. ეს არის წინასწარ მეტყველური დალოცვაც. ყველაფერი ეს კარგია, ეს ასია, მაგრამ ცენტრალური მშვიდობა, რასაც ქვია, ეს არის იესო ქრისტეში. და ესაა დიდი მონაპოვარი, რასაც ქვია. რაბი ჰილელი ცნობილი, ძალიან საყვარელი რაბინი ამბობდა მშვიდობაზე ესეთ რამეს, რომ ეცადე ყველანაირად შეინარჩუნო მშვიდობა და გაეკიდო მშვიდობას თუ გარბის. ეს ახლა ჩემი შინაარსობრივი თარგმანია, ციტირება აღარ მასწავლის, მაგრამ შინაარსში ეს იგულისხმება. მშვიდობა ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, იმიტომ რომ მშვიდობა ეს არის არა მარტო ომი, არა მარტო ვალები, რო არა გაქვს და ომი არა გაქვს. მშვიდობა ეს არის შენი მოქმედების სწორი არეალი. თუ შენ გინდა მოქმედება გქონდეს სწორი და სრულყოფილი, ამისათვის საჭიროა მშვიდობა. და ეს მშვიდობა მოაქვს იესო ქრისტეს. და ამაშია ზუსტად ამ ლოცვის დიდი ძალა. ეს არის უდიდესი ლოცვა. და მოგხედოს შენი სახე. მოგხედოს ეს ნიშნავს, რომ როდესაც შენ მოსაწონი ხარ უფლის თვალში, ეს ნიშნავს, რომ მისი არჩეული ხარ. მოგაქციოს ყურადღება. შენ რო არ ირჩევ ადამიანს მოწაფეს, ეს ნიშნავს, რომ ის შენ ყურადღების ცენტრშია. და ვინც კი მიიღო იესო ქრისტე, ის მოხდა მის ყურადღების ცენტრში და იესო მიცა მშვიდობა და იესო წევნება მოწაფებს. აჰა, ჩემ მშვიდობას გიტოვებ თქვენ. ეს არის სრულყოფილი მშვიდობა, ჩემო კარგებო. ამ ლოცვას ებრაელები წარმოთქვამდნენ. ძალიან საინტერესოა, იომ კიპურის დღესასწაული, როდესაც მთავრდებოდა, ამბობდნენ ამ ლოცვას და შემდეგ ამბობდა სიტყვა შულამ, აღსრულდა.
შულამ რაც ნიშნავს შესულდა, აღსულდა, ფასი გადახდილია, სრულყოფილი ფასი გადახდილია. მაშასე დღევანდელი თორის საკვირა, რომელსაც ქვიან NASO, გვესაუბრება ცენტრალურ ლოცვაზე და ლოცვაზე, რომელსაც ძალიან დიდი შინაარსობრივი დატვირთვა. პირველი ეს იწყება თავმდაბლობით. კურთხევა მოდის თავმდაბლობიდან, ღმერთი თავმდაბლებს მართლს ანიჭებს, ასე წერია. შემდეგ თავმდაბლობიდან მოდის დაცვა. დაცვა ის, რომ შენ ზედმეტიას არ იღებ და ზედმეტი არ გინდა. ანუ სიხარბესგან შენი გული დაცულია და შენი სურვილები დაცულია და ღმერთიც ამისგან გიცავს. მესამე ჩვენ ვთქვით, რომ ვეხუნეხა მოგცემს მართლს, ანუ შენ ამ ყველაფრის გამო იქნები ღმერთისათვის მოსაწონი, მიმზიდველი და სასურველი. და შენ თუ ღმერთისათვის ხარ მიმზიდველი, სასურველი, მოსაწონი, შენს გარშემოც შენ იქნები მიმზიდველი, მოსაწონი და სასურველი ადამიანი. და მეოთხე, სახეს მოაბრუნებ შენსკენ, ეს არის იესო ქრისტეს ყურადღების ქვეშ ყოფნა. იესო ქრისტეს ყურადღების ქვეშ ყოფნას მოაქვს სრულყოფილი მშვიდობა. სრული მშვიდობა არის იესო ქრისტეში. ეს არის რისი თქმაც, მე მინდოდა და როდესაც თქვენ ამ ლოცვას ლოცულობთ, შეგიძლიათ სახშიც ილოცოთ და ეს აზრი დაატანოთ ამ ლოცვაში. არა მარტო ისე ზეპირა თქვენ, არამედ როდესაც ეს შინაარსი უკვე გეცოდინებათ ამ ლოცვის, თქვენ მიხვდებით რა სურვილი გინდათ თქვენ ღმერთთან პირველ რიგში შევსამეთი ხართ. მაშასე ვიყურეთ ჩვენ, ილოცეთ ჩვენთვის გთხოვთ, გააზიაროთ და ასევე გთხოვთ თქვენს ფინანსურ გველში დგომას. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის პირველ რიგში თქვენი ლოცვა და მეორე ფინანსური მხარდაჭერა. თუ თქვენ ფინანსურად გველში არ დაგვიდგებით და არ ილოცებთ ჩვენზე, ეს არხი უბრალოდ დაიხურება, რომ ვიცოდეთ. მაშასე ვიყურეთ ჩვენ, გაგრძელება იქნება.